მოგესალმებით ძირფასი მეგობრებო, ტაროს კუთხერის ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის ფასი და ნახოთ გაშლა მამაკაცებისთვის. კარგი შემოკარგებო. სულ მამაკაცებს ლანძღავთ და ერთი ქალებიც გავლანძღოთ აბა ახლა. კარგით, ნახოთ აბა ვისთვის არის შემდეგი გაშლა. ვინ არის ქალბატონი ხაზზე, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული. ვარი გითხრა, შემდეგარი ქალი, ცოტა ცივი ხისტი. ქალბატონი, ახლა მამაკაცები კი არ ყავს ჩვენ აქ ცივები და ხისტები. ქალბატონმა აშკარად ვარი უთხრა ამ მამაკაცს, მოდი ასე ვთქვათ და ჯერჯერობით ურთიერთობა აქ არ არის. ან რაღაც დისტანციაზე, ვარია ნათქვამი არის თუ არ არის ნახა. კარგი, ნახოთ ეს თქვენი ჩაფიქრებული ვისთვისაც რეზონინდა, რას გრძნობს, რა ენერგიებშია ამჟამად და არის რამე სიკეთე მოსალოდნელი. ორი კარტია მოდის. ეს რატომ ხარ გამარჯვებული, რა გინდა და ჩემს ოჯახი ყავს თუ რა ხდება? ამ ქალბატონს დაოჯახებული ქალბატონი მოგწონთ ცოტა დამაინტრიგებელი თემა არის. ხო, აქ რაც შეეხება ამ ადამიანს, ადამიანი არის უბრალოდ დაბნეული, ჩემო კარგო, თითქოს დგას რაღაცა ისეთ მდგომარეობაში თუ რაღაც ისეთი არჩევანის წინაშეც, რომ აი მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, როგორ გავაკეთო, ეს არ ვიცი, ხო, იმიტომ რომ აშკარად ადამიანს აქვს შიშები და ჩაკეტილობა. რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს მჭირდება დაფიქრება, დასვენება, ენერგიის აღდგენა. ძალიან განიცდის, აი როგორ რა იქნება სამომავლოდ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ვერ ხედავს მომავალს, ჩემო კარგებო, თქვენთან, ესე იგი მამაკაცებო. ეს რა ვთქვი, კაც ვარც მე არ ველოდი ისე შევედი ენერგიაში და უცებ, აჰა, დაგისრულეთ უკვე ლაპარაკი, ამის იქით რა უნდა გამარტო. ისე შევიჭერი, მე უკაცრავად, მაგრამ რა ვქნა. ანუ იმედი არა მაქვს მე მომავალი დავუშვათ ჩვენთან რა იქნება და ცოტა ხასიათი მკაცრდება, არ არის გამორიცხული, რომ სულ აი ფიქრობდეს, რომ ეს ადამიანი მე მომიწევს სულ შრომა, მომიწევს სულ ამ ადამიანს დავეხმარო და სულ რაღაცა აი ესეთი მშრომელი ადამიანი რომ იქნება ახლა დავუშვათ ადამიანს, როდესაც აქვს ისეთი სამუშაო, სულ ესეთები არიან უფრო ხელოსნები სიტყვაზე, ხო, რაღაც საკუთარ თავს ესე აღიქვამს ახლა, რადგან ქალბატონიზე გადმოერთეთ, შეიძლება ეს იყოს უკვე დიასახლისი ან რაღაც, მაგრამ დიასახლისა და დიასახლისი სიტყვა უკვე კარგი ფორმა არის, ხო, აქ ცოტა სხვანაირად აღიქვამს, აი ეს ადამიანი უფრო ალბათ რაღაც, რა ვიცი, როგორ თქვა, ლამაზი ფორმით არ შემიძლია ახლა აქ. მოდი პირდაპირ გიტყვით მოსამსახურეს ვარიანტში, ხო? ამიტომ ადამიანი როგორ არის, იცი? აქ გშორდება ეს ადამიანი დავუშვათ ურთიერთობიდან, როცა გადის ეს ადამიანი პოულობს იმ შემთხვევაში სიმშვიდეს. და ეხლა როდესაც ესე არის ადამიანი თქვენ დაგშორდა და სიმშვიდე იპოვა და საკუთარ თავში რაღაცა ენერგია შეიძლება იმ დროს ლოცვას აძლიერებს თუ მედიტაციებს, რა ვიცი რომ რა მასში არის ენერგიებში ახლა ეს ადამიანი აი თითქოს როგორ არის, იცი, განიკურნება, გამოდის აი ამ სტრესული მდგომარეობიდან. აი ეს ჭირს ამ ადამიანს რაღაცა მერე ბალანსდება თითქოს თქვენთან როცა არ არის ურთიერთობაში. ყველაზე ცუდი ვარიანტები მე აქ რაც შემეძლო მომეკითხა, ეს არის რაც მომეკითხე, ხო, იმიტომ რომ მე ეწყება რაღაც როგორ ფიქრობს, იცით, ეს არის თავის მოტყუება, ეს არის რაღაც მოდი ასე ვთქვათ
რაღაც ილუზიებში ყოფნა და აი ეს ყველაფერი უკვე ხასიათს უმკაცრებს, აქედან გამომდინარე მე ზუსტად მისი მოქმედებები აი ამ ფიქრებიდან გამომდინარე არის აქ ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება ეს ადამიანი ამ წუთში ზუსტად მაგას ცდილობს კი მიჭირს არჩევნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღებაც კი, მაგრამ თავისი ენერგიები დააბალანსოს, აი ამ მომენტში არის ფიზიკურად. ყოველ შემთხვევაში მას რა მოწონს, რა ვღარი ახლა რა ვიცი ოჯახი თუ აქვს, მაშინ ეს მისი ოჯახი ამას სიამოვნებას ანიჭებს. თუ არა და მაშინ აქ არის ის მომენტი, რომ ნახე მე თუ თქვენ თხოვთ მაშინ დაოჯახებას და თქვენი დავუშვათ რაღაცა ესეთი საგაქვთ ხო? ეს როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს იცი მე დავუშვათ თავისუფლებას შემეზღუდება და აქ რაღაცა ესე დაძაბულ მდგომარეობაში ის კი არა რომ მე დავუშვათ გემრიელად კარგად ვიქნები ჩემს ოჯახში და რაღაცა პირიქით აქ ვიქნები შეზღუდული ამ შემთხვევაში და რაღაცა სტრესი და ისტრესება ამ ფიქრით ხო? ნუ ეტყობა ამ კატეგორიას არ სიამოვნებს ამაზე ფიქრი. მოდი ახლა იცით რა არის? როდესაც რეალობის წინაშე დადგება თითოეული ადამიანი, აქ შეიძლება საერთოდ სხვა გადაწყვეტილება, სხვა რაღაცა იმოქმედოს, სხვანაირად გააკეთოს, ხო? და მისთვის საერთოდ არ იყოს დავუშვათ ოჯახი დამთრგუნველი და არც სტრესი განიცადოს და არც არაფერი. მაგრამ ეს როდესაც რეალობის წინაშე დგება, მაგრამ აი წინასწარ როდესაც შენ ამის ფიქრის საშუალება გაქვს და სხვა ცხოვრებაში ხარ და თქვენთან აი ამ იმედს ვერ ხედავს ეს ადამიანი, ფაქტიურად იმედს ვერ ხედავს თქვენთან. უკვე ეს ადამიანი ფსიქოლოგიურად ისტრესება, ეს ქალბატონი და აი ამ ხელა მასში არის ფიქრებში და ახლა ამის ნიადაგზე თავისთავად უკვე არის აქ დაშორება, აქ არ აქვს ამას თქვენთან კომუნიკაცია, ესე რა ვთქვათ. ხო და არის რაღაც ესეთ მიჭირს რა და მე ამიტომ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. კარგით ნახოთ ახლა გრძნობებსაც გადავხედოთ მიუხედავად ამისა. რა ვიცი გრძნობა არის აქ სამწუხაროდ ქალბატონის გრძნობა. გრძნობა ჩემო კარგებო, მე უფრო ვფიქრობ, რომ აქ წარსულში უფრო იყო და შეიძლებოდა აქ გრძნობის განვითარება, მაგრამ ამ წუთში რო გითხრათ, რომ გრძნობა რაღაც არ არის. აქ სულ ისეთი შეიძლება სულ გონია, რომ აი თქვენ თვითონ უფრო მეტს იღებს, ვიდრე თქვენ, ამიტომ გრძნობები განელებული არის ამჯერად და სხვათა შორის რო გითხრათ, რომ ამით კმაყოფილია არა, ცდილობს აი მთლიანად დაბალანსდეს რაღაც საკუთარი თავი და საკუთარი პიროვნება უფრო მოიპოვოს ამ ქალბატონმა, ხო? გრძნობები რო ამასთან განავითაროთ თქვენ აქ ძალიან აბსოლუტურად 100 გრადუსით უნდა რაკუსით უნდა თუ გრადუსით არა ვიცი შეცვალოთ მოქმედებები ამ ადამიანთან. რა არის ეს? უნდა დაანახოთ ყველაფერი საპირისპიროდ მე რაც ჩამოგითვალეთ ეს ფიქრები უნდა შეუცვალოს თქვენ აქ ეს ქალბატონი თუ ძვირფასია თქვენთვის კი ბატონო მონატრება აქვს, ენერგია აქვს, აი ტოლვაც არ არის ეს ყველაფერი გამქრალი ისე რომ გაციებული იყოს და მთლად ვერაფერს გრძნობდეს არა, მაგრამ როგორ არის იცი ეს უკვე თითქოს წარსულში გადავიდა და უკვე განეიტრალების პოზიცია არის, ხო? აქ სადამოდი ასე გეტყოდი ხოლმე სანამ ფურს მანამდე უნდა ჩააცხოვო, გამოაცხოვო პურებიო, აი იქ მომენტი არის, ხო? ეს ადამიანი ანუ თქვენგან რაღაცას მოელოდა, ახლა იქნება, აბა, ახლა იქნება, ნუ დაგაცაშველი და ახლა ყველაფერს თავისთავად იმედგაცრუება, თუნდაც ამდენი ფიქრი, ამდენი დაძაბული მდგომარეობა, თავისთავად გინდა არ გინდა განეიტრალდება ადამიანი, ხო? ამიტომ აქ თქვენ მაშინ გამოდის, რომ უნდა შეცვალოთ იმედი მისცეთ, გამოიყვანოთ ამ ქაოსიდან თქვენ. ამას პირიქით გონია, რომ აი სულ თქვენს მის მხრებზე იქნებით. რატო აქვს ესეთი შთაბეჭდილება? ეხლა შეიძლება შემეწინააღმდეგოთ სხვათა შორის მქონდა ესეთი შემთხვევაც, რომ არა, მე ქალბატონო ნინო
არც ფინანსურად მიჭირს, არც ეს და რაღაცას ესე იმაშვები და იცით რა არის ფინანსები არ არის ყველაფერი. აქ შესაძლებელია ეს იმდენად შეზღუდულად გრძნობს თქვენს გვერდით თავს, ეს იყოს მისთვის ტვირთი უბრალოდ, ხო? მანდა მაინც ფინანსურ მხარეზე ნუ გააკეთებთ აქცენტს. შესაძლებელია ვიღაცას ახლა მე არ მინახავს თქვენი პიროვნება, მაგრამ არიან ესეთი მამაკაცებიც, ბევრი ხართ მსმენელი და ამიტომ მოვიყვან მაგალითში მაგასაც, რადგან ბევრი ხართ ხო პერსონალური ხო არ არის ეს გაშლა პირდაპირ თქვა ამ ადამიანს რა აწუხებს, ამიტომ ვიტყვი ზოგიერთ მამაკაცისთვის დავუშვათ ის არის მისაღები, რომ სხვა ქალბატონთან იქეთ-აქეთ იყოს დავუშვათ, ხო? ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ეს არის ადამიანისთვის ტვირთი ნახეთ, ეს არის პრობლემა, ეს არის ზუსტად არ შეუძლია ყველას ეს მოითმინოს, ხო? ამას წინასწარ ფიქრობს და უკვე ესე ეს სხვადასხვა მე არ ვიცი ახლა როგორ აზროვნებთ, მაგრამ თუ ადამიანი გავსებს, თუ როგორ გაკმაყოფილებს წესით, არც სხვა ქალბატონი უნდა მოგინდეს, არც სხვა მამაკაცი უნდა მოგინდეს. მაგრამ როდესაც იქ ვერ არის ყველაფერი და ძალით ხარ, ანუ რა ვქნა ახლა, სულ არაობაში ჯუბიას თემა გაქვთ აღებული, ამ შემთხვევაში არის გული, თვალი, გონება გაგირბის სხვისკენ, ხო? ან უბრალოდ შეიძლება ვერ აფასებ ამ ადამიანს, ხო? არის ესეთი მომენტებიც. არიან მამაკაცები ისეთ პოზიციაზეც, რომ დავუშვათ აი შევიდა ურთიერთობაში რაღაცა და მერე უკვე აი თავისი რომ გაისწორა არ აქვს, შეიძლება უბრალოდ გვერდით გაყვა და აი ამ ქალბატონმა რადგანაც ცოტა უფლება მისცა მის გვერდით იყოს, მერე უკვე ინტერესები ეკარგება და ხა ფიზიკურ კავშირზე აღარ არის ლაპარაკი, ფიზიკური კავშირი თუ აქვს, ხო საერთოდ დაეკარგა ინტერესები. აი ეს ყველაფერი ახლა ნახეთ, მერე უკვე იგრძნობა თქვენს აქციაში, თქვენც აღარ ხართ ისეთი, ხო? ამიტომ აქ რაღაც ისეთი პოზიცია მიფიქსირდება. თქვენ რჩევის სახით გეტყოდით მე აქ, რომ რჩევა ის არის, რომ აი ზუსტად უნდა ამ ადამიანს შეუცვალოთ თქვენ გუნება განწყობა, რა ვიცი, იმედი მისცეთ, ხო? სხვანაირად დაანახოთ, დაუშვათ მოსამსახურე კი არ იქნები, დიასახლისი იქნები, დაუშვათ ის კი არ იქნები, რაღაცა გასართობი ქალი და მე სხვისკენ კი არ გავიქცები, სასურველი ქალი ხარ, გაფასებ, აი, ეს უნდა იგრძნობოდეს სიტყვებით, არა, ჩემო კარგო, სიტყვებით და თუნდაც შეიძლება საჩუქრებით და ფულით და ესეთნაირად ყველა არ იწონება. ამიტომ ესეთ რაღაცები უნდა გაითვალისწინოთ. ნახოთ, აბა, კარგი ეს ყველაფერი შეცვალეთ თქვენ ამ ქალბატონთან. ამ შემთხვევაში რა იქნება, რა შედეგები გვექნება? გამოარამეთ უკვე დაგაგვიანდათ, ხო? მოდი ასე გავაკეთოთ გაშლა. ამასთან ხო, ცოტა დაგვიანებული ფორმატი არის უკვე აშკარად ჩანს, იმიტომ რომ აქ ადამიანი როგორ არის, იცით, დაიკავებს თქვენთან ბალანსს. აი როგორ იცი, არც ისე, არც ასე რაღაც დაკვირვების პროცესში გადადის, თუმცა მაინც ვარზე იქნება თავიდან ურთიერთობაზე, ან რაღაც განვითარებაზე და უკვე გადადის განხილვა, თუმცა ფანტაზია და მაინც ქალი რისი ქალია კაცო, ეს ნახეთ რომანტიკული რაღაც ხასიათები, ნაპერწკალი ჩნდება. აქ გექნებათ თქვენი საუბრები. კაი, ჰე, ჩემი ძაღლი არ შეინოხრინა. რა ხაშიანათან. აუ, მოფხიზლი ცოტა. შესაბამისად როგორ არის საუბრებიც კი გექნებათ აქ თქვენ და უკვე იწყება მეგობრობა და არა დავუშვათ რამე უფრო სერიოზული არა, იმიტომ რომ რაღაც განხილვის თემაში არის აქ, ხო? უკვე განიხილავს, ანუ თქვენს კანდიდატურას, მოდი ასე ვიტყოდი. რა შეიძლება აქ მაინც გამოვიდეს, აჰა. თუმცა ეხლა ერთ რაღაცასაც გაწყობთ, ესეც არ არის მთლად კარგი. თუ თქვენ სინამდვილეში ეს არა ქალბატონი არასწორად ხედავთ, მაშინ შეგიძლიათ ეს ისწორედ დაანახოთ, მაგრამ თუ ეს ქალბატონი სწორად ხედავთ, მე არ გირჩევთ, რომ თქვენ შეიცვალოთ. ეხლა რა ხდება? შეიძლება შეიცვალო ადამიანი და მიაღწიო კაი მიზანს დაითრიოს კალი, მაგრამ შედეგი რა არის? ერთდღიანი და ორდღიანი გულისთვის წვალობთ კაცომდენ და ტაროსაც ისმენთ და რა ვიცი მე აქ მამაკაცებზე არ შლით მიგონა.
ესეთი რაღაც არ არის ხო ლამაზი ფორმა, იმიტომ რომ თუ ამ ქალბატონის ფიქრებია და აზროვნება არის არასწორი, კი შეგიძლიათ იბრძოლოთ, მაგრამ თუ კი დავუშვათ ეს ქალბატონი სწორია, ამ შემთხვევაში აღარ უნდა შეეცადოთ და რატომ? იმიტომ რომ ეს იქნება მაინც დროებითი, თქვენ მთელი ცხოვრება ვერ შეინიღბებით, შენიღბვა იქნება რამდენიმე თვიანი. შემდეგ ისევ დაბრუნდებით იგივე წრეს და უფრო მეტ გულს ატკენთ ამ ქალს და თქვენც მოდი ასე ვთქვათ, თქვენს დაზარალდებით არ არის ესე ხო? ხე ერთი მხრიდან არ იჭრება, ახლა ეს თქვენი არჩევანია, რას გადაწყვიტავთ, მაგრამ რჩევა გაინტერესებთ, ტარო გაინტერესებთ, კი ტაროში ფიქსირდება ასეთნაირად და გეუბნებით. ნახოთ მაინც აი რა არის მოსალოდნელი, ნელ-ნელა ნაბიჯებით იცით რა არის, სულიერი კავშირიც აქ საჭიროა, ამ ქალთან არ არის მანდა მაინც პრიორიტეტული, რატომ? ვანახე ფინანსებია, ვიცი, კი ვიკლავ თავს და ფინანსები გაინტერესებს, არა წრფელი გრძნობა ჩემო კარგებად, აი კი ზუსტად ვამბობ, ხო, წინასწარ ვიცი რა დავალაგე, ფინანსები რაღაცა არა, წრფელი, აი როგორ, აიცი, გულწრფელი ხარ, აი ნამდვილად მე რაღაცა ის სიყვარული, ეს შეგრძნება, ეს სითბო, ეს ოჯახური მდგომარეობა რაღაცა მექნება, აი ეს მაშვება ამ ადამიანს, ხო? და ნახეთ, იმდენად მნიშვნელოვანია, მე ასე ვიტყოდი ამ ქალბატონისთვის ეს გულწრფელობა, რომ შესაძლებელია ეს რომ შეგამჩნიოთ მომენტალურად, რა ვიცი, აქვით ინდეს, ან წავიდეს, ენერგია გამოიცალოს, დააწვეს და ისინი ან ამოიოხროს, რაღაცა ესეთი მოდის ადამიანი არის, რა ვიცი, ახლა არ მიფიქსირდება, ხო, ეს არ არის კარგი ენერგია, მას რომ დავუშვათ ცხოვრებაში ეს გულწრფელობა და ესეთი რაღაცა ენახა, ეს ენერგია მე არ დამიფიქსირდებოდა, ახლა რომ გულწრფელობაში ემჩნევ ადამიანს და ესეთი რაღაცა დაგემართება, რა ვიცი, ხო, იმიტომ რომ ძალიან უკვე მისთვის ეს არის, როგორ გითხრათ, ჯერ ტკივილიანი, მერე კიდე რაღაც შვება, მერე რაღაც სასწაული, ხო, ემოცია და გაკვირვებაც და როგორ არის იცი, რაღაც ტვირთიც მოიხსნა მხრებიდან, ესეთი ენერგია არის. აი სულიერი კავშირი უფრო არის რაღაც, აი მეგობრული, ესეთი დამოკიდებულება და არა ფინანსები და ლოგინი აქ პრიორიტეტი ლოგინი და ფინანსები არ არის. ვისთვისაც ეს გაშლა რეზონი უნდა რომ იცოდეთ. კარგით, ნახოთ მე საბოლოო შედეგი რა შეიძლება აქ რომ მივაღწიოთ ამ ქალთან. იცით რა არის, ცოტა ეჭვიანი მაინც იქნება. ეჭვიანობა არის აქ. მე რო წამოვა უკვე ფინანსები და სხვა რაღაცა, მაგრამ ქალბატონი გარდაიქმნება საერთოდ სხვა პიროვნებად, აი კონკიადან რო აი პრინცესად გარდაიქმნება, ხომ იცით, ესე რა ქვია, ხო სწორად მახსოვს კაცოს მოთვლილი კონკიას კი, სწორად ვამბობ. აი იგივე მომენტი არის ეს. ამ ქალბატონის გარდაქმნა ხდება, იცით რა არის? თითქოს გაბრწყინდება, რაღაც ძლიერი ხდება მომენტალურად, მაგრამ ეს ეტაპობრივად, აი დარწმუნების ხარჯზე, ხო? აი ამ ყველაფერს განკურნება ხდება, გაბრწყინება, არ ვიცი, თითქოს გაიფურჩქნება კოკორებით. ასე მიფიქსირდება, კაცო, მე კი არ ვიგონება ამ ყველაფერს, მაგრამ ცოტა ეჭვიანი მაინც არის, ანუ ეს ეჭვიანობა რაც ეს ნაუყოთ ამ ეჭვიანობას, რა უყოთ ამ ეჭვიანობას. ეს ეჭვიანობა ახლა და ეს აკვიატებული აზრებით რაღაცა, ეს მე თქვენ შეგიძლიათ უკვე ფიზიკურად, როცა გადახვალთ ურთიერთობაზე, მაშინ დაუმტკიცოთ და ასე მიფიქსირდება, აჰა, რა გინდათ. არ ვიგონებ, კაცო, ასე დალაგდა და რა ვქნა. ხო, მე შეგიძლიათ უკვე თქვენ რომ ეს ყველაფერი მაქამდე როცა მიხვალთ აგრძნობინოთ, რომ აქ საეჭვიანო დავუშვათ არაფერი არ არის, არ აქვს საეჭვიანო და შეუძლია რომ დაგეყვნოთ. აქ მე ვფიქრობ, რომ მე უკვე ძალიან რომ მოინდომოთ ამისგან თავის დაძვრენა ამ ქალბატონიდან გაგიჭირდებათ. ხო, აი როგორ არის, იცი, ცვლილება იქნება ისეთი, თქვენც მიიღებთ ფსიქოლოგიურად შოკს, 100 არ ველოდი და მე არ გამოგივიდეთ ცუდად, ხო, იმიტომ რომ ყველაფრისთვის რა უკვე მზად უნდა იყოთ ამ ნაბიჯებს, როცა გადადგამთ შედეგებისთვისაც. ანუ ეს ქალბატონი ესე გაიფურჩქნება, მოგენდობათ, ლოგინამდეც მივა ურთიერთობა და რაღაცა, მან მე შოკში არ უნდა ჩაგაგდოთ.
იმიტომ რომ აქ ჩანს რადიკალური ცვლილება, აი ელოდეს ასწავლებს, კი იქნება ეს ცვლილებები, კი მიხვალ მაქამდე, კი მოწესრიგდება ეგ საკითხი. ამას მეუბნება მეტა, რომ სასწაული გაშლა არის, სასწაული. მაგრამ მე თქვენ არ მიიღოთ, მიფიქსირდება აქ და იმიტომ გეუბნებით, ქორწილამდე შეიძლება ეგ თემა მივიდეს. თუ დასაოჯახებელია თუ არა და აი ძალიან ისეთი ურთიერთობა, რომ აი ერთმანეთის დაკარგვა უკვე რომ აღარ გინდათ. ამაზე კარგი რა ვიცი რა უნდა გავაშკარო და რა უნდა გითხრა არც მე ველოდი თან თავიდან ცოტა მოუხოდო მოქოქვა გამიჭირდა და მე წავიდა ხო იმიტომ რომ ნახეთ მისი ენერგია არის ზუსტად ეს ენერგიით საუბრობ ახლა თავიდან აი ზუსტად ამ ენერგიებში აი რაღაც ვეღარ არის ხო დაჩუტულია და ამიტომ თუ კი შეეცდებით ამ ყველაფერს კი ბატონო აქ გამოვა გამოსვლელი არაფერი არ არის პირიქით ერთად ხართ და ერთმანეთის დაკარგვაც მე აღარ მოგინდებათ ამ ქალბატონსაც აღარ მომდება მაგრამ უნდა იყოთ თქვენს ფსიქოლოგიურად ამიტომ ეხლა ამ გაშლებს ნუ გამოიყენებთ ბოროტად და კეთილად და კეთილი განზრახვები თუ გაქვთ ქალბატონების მიმართ თუ გინდა ქალბატონებს მამაკაცების მიმართ მე გისურვებთ გენაცვალე წარმატებებს. სხვა შემთხვევაში იცოდეთ თუ ბოროტად გამოიყენებთ გიბლოკავთ ენერგიებს და მაინც არ მოხდება ეს რაც მე გავაჟღერე. ასე რომ დიახ, ასე იქნება ეს. ასე რომ იმიტომ რომ ამ ქალში მე ვერაფერ ვერ დავინახე ისეთი დავუშვათ მამაკაცმა რომ ცუდად უნდა მოიქცეს ჯერ ასეთ ქალს არ უნდა მოიქცეს ცუდად მოდი ეგ სხვა თემაა მაგრამ აი როგორ არის იცით მე პირადად აი ვერ გავიმეტე უკვე ვეღარ ვიმეტებ ხო არ ვიცი რატო გავაჟღერე ეს ვისთვის გავაჟღერე გაითვალისწინეთ ამიტომ თქვენ რომ არ დაიბლოკოთ მე და კარგად იყოთ ამ გაშლას ნუ გამოიყენებთ კიდევ განმეორდები მათ რა ქვია ცუდად ბოროტად გისურვებთ წარმატებებს ჩემო კარგებო ძალიან კარგი გაშლა იყო გისურვებთ წარმატებებს დაგემშვიდობებით დროებით